გამარჯობა მოგესალმებით, კაცები YouTube-ზეა და სანამ ბოდიელს დაიწყებენ, მანამდე შეგახსენებთ, რომ 3 და 4 იანვარს გვაქვს საახალწლო კაცები ლაივი, ტრადიციულად სადაც გქონდა ხოლმე სალარიძის ცენტრში, ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ TKT-ზე. გაუმარჯოს. განახლებული საახალწლო პროგრამაა, განახლებული, ძველი, ახალი. სრულიად ახალი. კი. სრულიად ახალი რას? ახალი ზმანებიც ახალი გეცმე რა? კი. არა. გააკ ახალი ზმანი იყიდე რამე? არა. ისევი მათხოვარივით უნდა მოხვიდე? რაღაცა უნდა გაზდევდეს ლეიტმოტივი. მოდი ეს იყოს შენი პერანგი. ბიჭო, იმ პერანგს თან პროგრამაში რომ ეჯდა. ხო, შენი პერანგი იყო პროგრამის ნაწილი. როგორ ხარ? ჯანელ, როგორ ახარ? შენ რაღაც ამბოლო დროს ძალიან სევდიანი ხარ და არ მომწონ ხარ. უკვე ასაკმა მოგიწია თუ რამე პრობლემა გაქვს? არ მოგწონო რას. ისე აღარ მომწონ ხარ, როგორც სიცოცხლით სავსე რო იყო. არა, პირიქით, არ მოწონე გული შემტკივა. ხო, არ მომწონ ხარ, ეგ არ მომწონ ხარ. დაწერე განცხადება შემოიტანე. დაწერე განცხადება შეიტანე. აი, გადაწყვეტა შემოგთავაზე იმ წუთში. მე სულ მგონია რომ ჯანელს ფეხსაც მე უჭერს. არანცევს ადამიანი ამდენი ხანი. შეწუხებული. იმიტომ რომ ის დიდი ფეხსაცმელები რო აქვს, ის რო ასუია კარგად არის. დაკვირვებული. ის დიდიც რა, შენ გონია დიდი ფეხსაცმელია? აბა. ის მოდელია, შეგნით პატარა. ეს მასოხისტის ფეხსაცმელი. არა, კლოუნებს რო აწვიათ, ხო იცი გძელი. არა, ბიჭო, ძალიან დიდი ფეხსაცმელია ის. სრულ ფეხსაცმელი არის. მართლა ბოლომდე ვერ ის ფეხსაცმელი როგორ არის, იცი, აი როგორც სხვენის აქეთა ნაწილი ხო გამოუყენებენ. როგორ შეიძლება? თუიკ უჯრან კარადა გააკეთე. არაფერში არ გამოგადი. და რისთვის იყენებ მართლა იმ ნაწილს? რაღაც არ შენახული. მარცვლეული. სუნეტები რაღაცები? შეიძლება ვთქვა პატარა წურწუნა თუ ყავს. კი, არ გიდო და წერე გაცხადე. ეხა შეიტანე. არ მაგიზიანებს. არა. ილაპარაკეთ გულსენს YouTube-ი ცოტას რაღაც. ლაპარაკში რო დაიწერო. კი. აბა როგორ ელოდები ახალწელს? როგორც ზარზეინი? არა, როგორც აქამდე ფრთხილად სხვათა შორის. გონია რომ რაც უფრო ნაკლები ზარზეიმი დავღნიშნავთ, უფრო ნაკლებად გაგვაკვირვებს მე. ანუ შენ გინდა რომ შევიპაროთ ახალწელში? კი, იმიტომ რომ რამდენი ზარზეიმი შევედით, კაი არაფერი არ დაგხვდა ბოლოს. წელს მოდის ჩემი წელი. სხვათა შორის ცეცხლოვანი ცხენის სხვათა შორის ზედაპირული ცოდნა რო გაქვს, ხო. ყველაზე რთული ეს წელი იქნება მათთვის, ვინც ცხენია. კი. და მათთვის ვინც ცეცხლოვანი ცხენია, ეს შეიძლება კატასტროფული წელი გამოდგეს. ხო, მართლა ეგეთი ეს რო წავიკითხე, უფრო ხალისი მომენტი. მეც ეგ წავიკითხე, არა და მეგონა რომ ვისი წელიც არის წესი. ხო, არა. წესი ხო ეგრეა რომ. ლოგიკურად ხო და არ ყოფილა ეგ. ჩემი შტერი ლოგიკით მასია. ცხენებისთვის არ არის ეგრე. თან შენ ცხენი ხარ და ცეცხლოვანი თუ ცეცხლოვანი ცხენი. 60 წელიწადში ერთხელ არის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. ანუ ეს ერთხელ მოგიწია ეხლა და всё. რატო всё? კიდე მაქვს იმედი. 120-ის რო გახდე. 2086 წელს. კაი, მესამეს იმედი არა გაქვს? მესამეს იმედი მკითხე 2000 განცხადება შემოიღო. 2086-ში. ვა, ეგეთი კაცი არ მინახავს 180 წლის. მაგრამ შენ თუ გნახავ 120-ის გინახავს? არა, მაგრამ ვიღაცა შეიძლება იყოს 180-ის. არა, 120-ის ბევრია. არა, გინახავს თქო თორე ბევრი რას ვე რამდენია აი ბევრი. სამი კაცი ჩამოთვალე. ლევარსიე 120 წლის 120 ბევრია. 120 წლის მაგარი კაცი ჩამოთვალე. ლევარსიები. სახელიც არ არის. ჩვენ სოფელში არავის არ უცოცხლია მაგდენი ხარ. მე ჩვენაქ რომ შეიძლება არც საქართველოში 120 ბევრია. 120 ბევრია. 100, 105 შეიძლება 103 რაღაცა. 105-ის მოკვდა ბებია ჩემის მამა. მე რაღა იყო დარჩენილი 115 წელი რა. როგორ მოკვდა იცი? ისე კი რომ ცუდად გახდა. ხიდან ჩამოვარდა? ცხენიდან გადმოვარდა. მართლა? ხო, ქვას დაარტყა თავი.
ცხენიც 100 წლის იყო თუ კარგ ცხენზე იჯდა. ანუ მართალი ხარ შენ ცხენზე რო არ ემაიმუნა შეიძლება 120-მდე მისული. ცხენზე რო არ ემაიმუნა შეიძლება 115-მდე ვერ მისულიყო თუ 105-მდე. ეგ ძალიან დაკავშირებულია. პირის მანამდე აბარა. დო იპოსლა. აბარა. შენ გასაგებენას. ერთი ადამიანს რა დედამიწაზე მაფშავა. 120 წლის? 120-ის? ო, 120 წლის ერთი ადამიანს 120-ია. 120 პირველი. და თან როგორც ისტორიაში რაც უფრო იქიცა, ხოლმე უფრო ნაკლები იქნება, უფრო ცოტას ცოცხლობდნენ მაშინ. სამაგიეროდ მითოლოგიაში თუ ძალიან ჯორს უწახლა. წახარი ოხრად. მითოლოგიაში რო გადახვიდე. ედი 40 წელი აქ იქნები და მე მითოლოგია. მითოლოგიაში ვისთან გადადიხარ, ვინ გინდა რო იყო? ჩემნაირ ხო და ვინ შენნაირი რა, შენ კი ადგილი კი არა გაქვს, ვიღაცას დაემსგავს. მარტო უნდა წავიდე? არა, იქ დახვდება ხალხი და ვისთან მიეკედლები თუ მერტების მზარე. ბახუს მიეკედლები თუ პრომეთეს თუ ზევს თუ ვის? ვიული აქეთ რა ჯერ. რაღაცა პერიოდი. ტაქსით. ტაქსის ღმერთი არის. ფაეტონი თუ ვინც. ტაქსის ღმერთი. აქვს ყავს თავისი ღმერთი. ყოლება. ვის? რაღაც ტაქსისტებს რო ხატები არ უკიდიათ მაგისი. არიციან. არ ყავს ესე. ბერძენებს ხო ძველ ბერძენ ტაქსისტები. ტაქსისტები, ხო ტაქსისტების ღმერთი ბერძნებს ყავს თუ რომაელებს? ორივეს. ტაქსი ბერძნული სიტყვაა თუ რომაული? არც ერთი. აბა? არ ვიცი. ფრანგული. ტაქსი. კინოც მაგიტო არის ტაქსი ერთი ტაქსი. ო, და კინო აქვს კაცო. დავიწყოთ მაშინ ახალი ამბები. ახალ ამბებამდე რა თოსად რაღაცა სიურპრიზი. ახალ ამბებამდე თქვენთვის მაქვს საჩუქრები. აი ანუ იბრალებს ხოლმე მაქვს. მე რა კომპანია არომატომ გამოგიგზავნა ყავები. თქვენ ყავები თუ სონამოები. აბა გამოიცანი. თუ ნაძვის ხის სათამაშოი. ერთი წამით. როგორ მიყვარს საჩუქრები? აი ხა მაინტერესებს სხვა კომპანიები რო იყვნენ. გამოგვიგზავნა როგორ არ წხვენიათ? რო ესე იგი აი არომატომ გამოგვიგზავნა და იმათმა არ გამოგვიგზავნა. ფერარი ხმას არიხე. აი წერცა ჯერ როგორ გამოგვიგზავნა იმას მიტყვი და მე მივაწეთ ფერარის ჩვენთვის და ჩვენი მეუღლეებისთვის ორ-ორი. აჰა. ეხა ფერარი და პორშე მაინტერესებს. დასაკეთებენ. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის. ორცოლიანი მიმცავარ. ამ არომა ვა აი სადიპოვა ხეირი ნახე. არ ახლო ხელი იმას მანდილოსნისას დავაბრუნოთ და გადავახურდაოთ. არომატოს აქვს აი აბსოლუტურად ყველა სუნამო რაც გაგიგონია და არ გაგიგონია და თან ეხლა არის ფასდაკლება. ხო. და თან აქცია. იქო ხო არის რომ ან აქცია ხო, ან 1+1 ან ფასდაკლება. ცის. ზადიკი და ვოლტარენი. სადიკი და ვოლტარენი რაღაცა მულტფილმი მიდიხარ სადიკი და ვოლტარენი ხო დაუდგნენ გზას მაგრა უხდება ის და ბიუტი ბლოგერი და ხო ოღონდ ეხლა უგა არომატოთი ბიუტი ბლოგერი დაუბრუნდი პირველი ღაზის რეპლიკების შემომთავაზებელი მოკლედ ყველანაირი სუნამო აქვთ მოდი გახსენდი და ნახეთ ან რანაირია ისე რომ გავხსნა რომ აქვთ ისე რომ გავხსნა რომ 1+1 და ფასდაკლება 30%. ანუ ღირს სუნამო 100 ლარი მიდიხარ იხდი 70 ლარს ამ სუნამოს ხო იღებ და მეორეს გჩუქნია და ხო გონია რომ რა ამბავიაო და ჯერ კიდე სადახარ ყველა შენაძენზე მონაწილეობას იღებ გათამაშებაში და ან მოიგებ პარიზის საგზურს ან მოიგებ მილანში მილანში მე მილანში შენ მილანი შენ პარიზი არა კიდე ჩამოთვალე 1000 ლარიანი ვაუჩერი არომატოსი ათო მაშინ შენ პარიზი შენთვის კარგები ეს არის მანდილოსნის ბიჭო ალბათ ხო თეთრი მანდილოსნის არის და შავი ეს მაგ დამოუკიდებლად რაც მე შავი კრიმინალი დამანახე ერთი წამით გაჩერდი
მე რატომ ასხამო? მანდილოსნის არის და მე არ მინდოდა და მესხე ჩემსას მე დავისხებ კარგია შენ რა შეხუდა რაღაცა ძალიან ჩუმად ალაკი ეკა ძალიან კარგია. ეცადე აბა მე რა ნახე როგორ ტყავის ისა აკრაფია ტყავის არის კი რა? ტყავის არომატი რა ტყავის სუნით არის ხო იცი მეთქი ფაქტურა. ყავის თუ ყავის რა თქვა ნაგავი ეს ამდენი ნაგავი რატო დამეყარ ჩაყარე ქვემო ოპა რატო სერიოზული აუ ნახე რა ამბავი სერიოზული ურჭელია თვითონ დაიწყო. ესეც მომეწონა გინდათ რომელიმე მოგასხუროთ არა მადლობთ მაგ მე ქალბატონის სუნამო. ძალიან დაჯდა შენს მოკლედ ძალიან დიდი მადლობა არომატოს ოპა ვა ეგ არის კაცის ხო ვაგარი თავსახურით საბავშვო. საერთოდ ვერ ერკვევი დაწერე განცხადები არა ჯერ დაწეროს არ ვიცი სად უნდა შეიტანოს აუ ამას ნიკო ამახებს. რატო უყვარს სუნამოები ძალიან. შევინახე ჩემი სუნამო ემან ვინმე არ ამახი დიდი მადლობა არომატოს ეს ჩემსაც შენსაც შენსაც აბა მაჩვენე შენი რანაირია რა სუნები არის თამბაქოს არომატი. ეს ვერ არჩევს თვითონ და მოდი ჩვენ გავხსნით თამბაქოს არომატი რადგინოთ მოგეწია და მაინც უნი წითელი თამბაქო ამისას ქვია წითელი თამბაქო წითელი აი როგორ ცხენი და ცეცხლოვანი ცხენი ხო მე ჩამიყავს ხო აბა აბა ვნახოთ წითელი თამბაქო წითელი თამბაქო რას გვნიშნავს ვაუ ნახე შეფუთვით შეუკვეთე აბა რა. ჯანე ის თუ არ გინდა მე წავიღებ. რა. აი ჩასადო აი ეს თვითონ ეს წაიღე. გიგვირდება და წითელი თამბაქო წითელი კიდედებს რაღაცაში არა აუ კაისუნი აქ. აეროპორტში ყველაფერს ვისხავ ეგ არის რა ერთი მეგობარი ყავს და აეროპორტში რო შედის აი აბსოლუტურად ყველა სუნამოს ის ჩემზე ყვები მე ხო შენი მეგობარი და ერთხელ იმდანი დაისხა რომ გაცივდა სამთარი იყო და ვა კაია ჟანელა წითელი სუსველი იყო და სპირტით და დაუბერა და გაცივდა ფილტრიანის ისა. მიშა ბოდიში ფილტრიანის არომატი აქვს თუ უფილტროს კაისუნია ვა რა кайსუნია აქ ჯა მოხსენი აბა ეგეც მოხსენი თავი მოვდგლიზო მოდი ხო მე ხო აქ ვარ. მოდი თვალში ნუ მასხამ. დახუჭე თვალები მერე ხო გეხუჭე თვითონ ვიზამ არ მინდა მაქეთ. აჰა მიდი დაისხი იყოს. და მაშინ გამასინჯე კაცო სინჯე მე მომასხამ თვალ. მიჭიხა შაისხი გამასინჯეს ეგ ხდება. არა ჭიხაში არ მინდა აუ დაი აუ არ არის ეს სუნამო შენი საქმე შენ კაბაბი ისა მართლა აქ იმის სუნი სხვათა შორის სუნამოს ხო აქის ხავი. ეს ელზასხავ არა ეს აქის ხავს. აქეთ მასხია უკვე ო კარგი სუნი აქ ჯანა გამიცვლი. არა ანუ ღერა ის არის მომეცი მოიცა ეს ხომ ბაჩუკა. არა ამაში ჭიებს ჩადებს სატელევიზიო ჭიებს არა სიმძიმეები ჩაიგდა. რაღაც ამათხო სექტარი და მაჩვენე ეგა კოკო შანელი თუ გინდა გაჩუქეთ მართ ამოი. არ მინდა ისა არა მაიმუნო ტომსიკ. ამის სუნი ვიცი არ მინდა მიდი მადლობა რა იმაზე დაბადების დღეზე არაფერი არ მიჩუქია შენთვის რა. არასოდეს. ტომსიკ. და ამით უნდა რომ გამოწრეს ნაჩუკარი საჩუკრის ტომსი. უღმესი მადლობა. ხო ანუ თებერვალში შენ ვალი მოხდით. იკო ჩემი სუნამოს თავსახური ხო არ მოგეწონა ეს პიცკინა ხაღალდები ხო არ გიყვარს იქო ინა მაგაში ჩავ თებერვალში რომ მოშორებული კონდეს მაგრამ მოიმე რაღაცა დავარდა ტელეფონში ანუ დათოს ეკნება მძიმე წელი კარგი სუნით. სურნელო ვარი მძიმე. მოდი გადავდოთ ნუ გეშინი არავინ არ წაგართმევს მომეცი გადავდოთ იქ როგორ ჩადმოდო რომ არ დარჩეს ახალ ამბებზე გადავიდეთ პირველი არის ესეთი რუსთავის მერიის Facebook გვერდზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფოტოები დაიდო და აღმოჩნდა რომ ფოტოშოპით არის გაკეთებული იმიტომ რომ ხალხი არის გადამრავლებული და ერთ და იგივე ხალხია ბევრი აი ის გოგო აქაც არის ის ბიჭი იქაც არის
სხვა ეს ის არის, იპოვეთ 10 განსხვავება. ხო იცი რაღაცეები რო არის, რა მიაგნო. ადრე ნიანგში რო იყო ხო? არა, ნიანგში არ. ეს 4 კაცი თუ დააკლდათ ჩამოეჩოჩებინათ დანარჩენები ფოტოშოპშივე რაღაცა შეავს ეს ადგილი. რა იცით რომ ჩამატებულია და არა ამოკლებული. და იცი რა იცი შეიძლება მართლა ტყუპები არიან 4 წყვილი ტყუპია მისული მართალია. თორე ხა ნახე რამდენი არიან 4 კაცი გაჭირდა ეს ფრაგმენტია მთლიანად გადასმული ხედავ ბავშვები რატო არ არის ნაძვის ხე თუ არის? არა ნაძვი აქეთ არის. ბავშვი მაინც ჩაესვათ. აი ბავშვი არის ქვემოთ, 2 ცალი ბავშვია, აგე ქუდით ქვემოთ. ერთი ბავშვი. 2 ერთი და იგივე. ამ რუსთავის მერიაც რაღაცა ჭირს. ძეგლზე ხო რაღაც დაემართათ საფ. რა გინდა, როგორ შეუულიათ ისე აკეთებ. თვითო ვიღაცა ინტერნეტიდან ამოიღოთ ვიღაცა ჩაესვათ. არ ვიცით ეხლა რა არ ამგონია ეს ფოტოშოპი შეიძლება ვიღაცა ფოკუსნიკი იყო რაღაც ნომერს ატარებდა და დაამრავდა მან დროს გადაიქცა და გაებნენ ხალხში გაებნენ ეს დამრავლებული ხალხი შეიძლება აქეთ მხარეს იყო ტყუპების ფესტივალი და ესენი ესე რომ შევიდნენ რუსთავის ტყუპების ფესტივალი აიჭრნენ ერთმანეთში ხო შეიძლება კიდე მაგ ერთი შეიძლება ამას იღებდა სტერეო ფოტო უნდა სამგანზომილებიანი ყოფილიყო და მე ეს სიმწრეზე რომ დალაგდა გაიშალა შეიძლება პირიქით სპეციალურად გადაამრავლეს ხალხი ისაც ბევრი იყო შეიძლება გამოსაჩენები ესენი იყვნენ კი შეიძლება დიდი იმით იღებდნენ სიმნელე რო ხო დიდხანს რო აჩერებენ და ეს ხუთი იყვნენ ცელკები გაიხსნენ იქ დადგნენ და ორივეზე მაინდა-მაინც მერია უნდა იყოს დამნაშავე აი ინტრიგანი შეიძლება სპეციალურად ეს ბავშვები მოვიდნენ რომ ორ-ორი საჩუქარია დამანახე მაჩვენე ამას ახლა ზემოდან გადაუსვათ ისა ჯანელას წითელი თამბაქო წითელი და ერთი ორი დღე ვაცალა არა მე გეტყვით მე მაიონეზი ანუ ნუ არ მგონია ფოტოშოპი რა ყველაფერს ფოტოშოპს ნუ დააბერ კაი შემდეგ ახალ ამბავზე გადავიდეთ ლუკოილი რო დაასანქცირეს ხო იცი სანქცირებული ლუკოილი ყიდველი გამოუჩნდა ერთი მყიდველი არის JP Morgan-ს უნდა ყიდვა მეორე არის Chevron-ი არ გაცხა მაგათი მოცელი მეორე არის Chevron-ი და მესამე არის Pornhub-ის პატრონე ვინც არის ხო იმას უნდა რომ იყიდოს მე Pornhub-ის მხარეს ვარ რა თქმა უნდა და რა თუნდა ლუკოილი რა თუნდა Pornhub-ს რა სჭირდება საწვავი რატო ჯერთი ლუკოილზე განათავსებს თავისი საიტიდან რაღაც ვიდეოებს და ხალხი უფრო დაესევა კი Pornhub-ის ბენზინგასამარსარგოზე უფრო მიხვალ თუ ლუკოილისაზე აი მითხარ პატიოსნა Pornhub-ი კი იქ რაღაცა იმ ჩასასხმელს ისე ხან გათამაშება ისეთი ფორმისას გააკეთებს ის რაღაცა უამრავი ადამიანი ხან საახალწლო გათამაშება იქნება რაღაცა გათამაშება გამოთამაშება გაიგე უკვე რაღაცა ბევრი რამის გაკეთება შეიძლება კი მარკეტინგულად რა უნდა იყოს იცი ის სხვა ფორმა ხო ექნება იმას ხო ის ხო უნდა ხო კი მოათავსო აუზში ვა რა კორექტული იყავი ხო ერთი მოთავსება არ უნდა იყოს საჭირო უნდა ამოძრაო კი უნდა ყველა შერჭობაზე 9 ლიტრი უნდა ჩადიოს ეხა ნახე თან მე Pornhub-ზე ხო შეუძლია იმ თავის ვიდეოებზე ლუკოილი ან რაღაცა რაც ერქმევა ის გააკეთოს ან მაგალითად მანდილოსანი და მამაკაცი ლუკოილის პორნოილი პორნოილი სხვაგან მიყავს პორნოილი მაგარია იქ ამის რეკლამას გააკეთებს აქ იმ 엘ემენტებს შემოიტანს და რატომაც არა ხო შენ რა ხეირი თორე იმას ხაი მიხედა მე ხალხი თუ გაერთობა და ბენერი მეცე გარმინდა აბა და JP Morgan-ს რა თუნდა ლუკოილი აი რა თუნდა იაფად იყიდა ზვირად გაყიდა არაფერი რა და იქ მთელი ის რაღაცებს ველოდები იგი დაი დიდი ბაზარია ო მე შეიძლება ვთქვა მიხვიდე ვიდეოთი გადაიხადო მოდი ესე დავსვათ საკითხი ბენზინის ვიდეოთი გადაიხადო ლუკოილს იყენებ არა Pornhub-ს Pornoils Pornhub-ს Pornoils დავფიქრდები არა ამ წუთისთვის
არ არის ამ წუთის Pornhubs. Pornhubs. აი როგორც ლუკოის ვერ იყენია, მე არ იყენ. არა როგორც ლუკოის აი სხვა თუ არაფერი არ არის ეს შორი ახლოს და გაგითავდა ყველაფერი ნუ გამოიყენე Pornhub-ის აბზორებს უსმენ ხოლმე? არ არის იქ აბზორი როგორ არ არის? რო შედიხარ, იმდენ შენი ბრალია, რო შედიხარ გიბნელდება თვალებში და კარგად რომ მოწნებ. ტიპს გაუხარ და ესენი Pornhub-ში შედიან და აბზორებს ეძებენ და მე აბა ბოლომდე უყურებ. ბოლოს ამზორია. ისეთი ორი კომპანიის შერწყმა გაუხარ და რომ არც ეც არ იყენი. ხო, იმიტომ რომ არც ერთ არ ხმარობდი და რო გაერთიანდა შეიძლება ჩემთვის სასარგებლო პროდუქტად შენ რო ჩამოყალიბდეს. გაზზე გაყავს გადაყვანილი მანქანა. მე ბენზინსაც ვასხამ. წელიწადში ერთხელ, ნუ მაგას საკში ეხარ. წელიწადში ერთხელ არა. ბევრჯერ. შემდეგი ახალი ამბავი არის კაცმა გააკეთა გაცნობის აპლიკაცია. სადაც მამაკაცებში მხოლოდ თვითონაა. არონ სმიტი 32 წლის არის გაცნობის აპლიკაციაში არ არის ხა ეს სწორად გაკეთე. Singularity ესე ქვია. მარტო თავის ფოტო უდევს ჯერჯერობით სამი, ერთს მოსამსახურშია, მეორეზე სანტას ქუდით არის და კიდე რაღაც ფოტო უდევს ალბათ ეს. არ არის სწორი. არ უქნია კარგი. ბევრი უნდა შეყაროს, მაგრამ თითო რო ყველა ჯობია ისეთი. მაგას არ დაინსტალირე, როცა მილიონი მამაკაცია. შეხვალ ეძებ და ეს არის ყველაზე კაი. ო ბიჭო რა გამწარებულია საწყალი, როცა სადამდე მივიდა. ჯერ აპლიკაცია მოიგონა. და მარტო თვითონა ყველა კაცი დაბლოკა. Singularity ის არ არის რაღაც ფიზიკური ფიზიკის ასევე სინგულარობის თეორია. რას გვეუბნება სინგულარობა? გასაგებია რომ თუ ისეთ აპლიკაციას გააკეთებ, რომელშიც მარტო ჯერ ყველა შედაგესება. Single აქედან მოდის. ფიზიკაშიც როგორი გარკვეული ყოფილი. ვა ეგრეა და რა უკნა თქვენ დონეზე ესე იხსნება. გააკ რამე. რა რამე აპლიკაცია სადაც მარტო შეხარ. რანაირი შეკითხვა იყო? გააკრა. ეკაუნტი. ბარეგას ზუსტად ეგ ფრაზა იყო, გააკრა. ხო, ან ბარიგასთან ან გამომძიებელი რომ უკაცება, გააკრა. რა თქმა უნდა არა. გადავამოწმეთ ფაქტს. და ერთი წამი შენ თვითონ გააკრამე. არა, მაგრამ ვიცი. რაიც. გაცნობის აპლიკაცია. რომელი? ტინდერი. ტინდერი. იცი რას ნიშნავს? სკოლაში გასწავლეს. საიდან სკოლაში გაია. ახლობელმა მოგიხვა. იცი ნიშნავს? არ გინახავს როგორია? ტინდერის აპლიკაცია. ნუ როგორი იქნება? როგორია? ახატია ლოგოზე ალბათ შეხვალ და და ინდერ აწერია. არა, შეიძლება არც ეწერა. ანუ არ ტელეფონზე არ ყენები არასოდეს ტინდერი. არა. შენ? აი, ვინ უნდა გაიცნო ტინდერზე საქართველოს. გაცნობაზე არ არის, აი მოვიდა ნიუსი, ხო უნდა კონდეს ნანახი, იცოდე რა არის. ხო, რო პირი არ დააღვა. შეიძლება მეგობრისთვის დაგჭირდეს ვიღაცის მოძებნა. თქვათ. დავუშვათ. ხო, იმას აქ ფანრიანი Nokia და ეულად დადის, ხო? შენევნები ერთი წამით ტინდერი მე მაგ. და რაღაცნაირად გვერდში დაუდგები. მაგრამ შენ ეგ თავში არ მოგდის. არა, არც ერთი მეგობარი არ გამიცნია არავისთვის არც ისე აპლიკაციის გარშე. მაჭანკლობის ის არა მაქვს. სერვისი. სურგუნარების სურვილი. შენ გააქვი მე დაქორწინებული ყავს წვიმ. ამას ეყოლება ეს ხო იცი რა როხროხა და ის არის ასო. და დაშორებულიც ეყოლება. კი, თან დაკავშირებული როგორ ეყოლება, იცი? შენ გეტყვი როგორი ბიჭი მოგიხდი, მოიცა და მოძებნის ნოტარი, ვიღაცა დაურეკავს. ნოტარ აშვებ ისე მარტო დაყიალო. ყავს ერთი მეგობარი მოტაცებული, თქვენ ციცნობთ? მოტაცებული. დიახ, გიორგი მოვიტაცეთ. გიორგი მოიტაცეთ. ბიჭი მოიტაცეთ. გასასწავლ. ბიჭი მოვიტაცეთ. გოგოს ჩავახუტეთ. რას ქვია ბიჭი მოიტაცეთ?
რას ქვია ჩავსვით მანქანაში და იძახო და არ მინდა და წავიყვანეთ მან. რას ქვია მოვიტანს. კრიმინალი არის. ეგ კრიმინალი. არა, ყვარობდნენ ერთმანეთს, ეს თავს იკავებდა, ჩვენ ყელში ამოგვივიდა და ესე გადაწყდა მარტივად ეს ამბავი. ის თუ თავს იკავდა, თქვენ რატო ამოგივიდათ ხელს? იმიტომ რომ გოგოს მხრიდან მქონდა ინფორმაცია, რომ ესე რა კი უნდაო, მაგრამ აი თავს იკავებს. თავს ვერ აბამსო. და მოვინეთ თავი. უცებ. შუა დღეს გადაწყდა და სახამოს უყავდა ცოლი. რამდენი იყავით ჯგუფში? ჩვენ ვიყავით დაჯგუფებაში. კი, ჯგუფურზე მოუწევს ახლა ამას. როდის იყო ეგ? მე კალაბოკა ტყავიჩა და პატარა კალაბოკაც გვეხმარებოდა. ის საჩაატიეთ რა მანქანით იყავით რამდენი ხალხი? ჩვეულებრივად უკან. აქეთ იქიდან უჯექი ვარ გაქცეულიყო. ტყავიჩა რულზე იყო, მე წინ უჯექი კალაბოკა აკავებდა. გზაში რასე კაკავებად დაჭირდა, თავს იკავებდა არა. არა, იძახოდა ესე. ხო, ანუ გადახტები არა ფეხები ეუბნებოდა კალაბოკა. აი ეს. ფეხები ისე ზდილობიანი ხოლმე. ხო. ანუ და გოგო სადელოდებოდა. კახეთში. კახეთში ჩავიყვანე. მამიდასთან. და რომ მიიყვანეთ გაკოჭეთ? იკირა. თავიდან. საბავშვო ბაღივით არის, ხო, თავიდან ტირისამერე. ვაჰ. ეხა ვერ ვიხსენებ. გოგოც იგივე მანქანით წავიყვანეთ თუ მაგ. გოგოც მოიტაცეთ, არც ერთს არ უნდოდა და ვიღაცები შეერთა. ასე მოიტაცეთ და სადღაც მამიდასთან წაიყვანეთ. ჭამა უნდოდა თამარ. არა რა ჭამოწ საჭმელი ჩვენ ჩავითანე. აბა ქალაქ გარეთ გასვლა გინდოდა. რა კორპორატიულზე იყო. რა გინდოდა და ასე რჩოდით იმხარ. ადამიანების გაბედნიერება არის ჩემი და ჰობი. მეორე გოგო, ეგ ხო ზუსტად სამი შვილი. ორივე გოგო ხო არის. სამი შვილი ყავთ უკვე. ბიულენტ, იყურები აქ. ქაბაში. იგი გამოწმევს. ხო. ბიულენტ ქაბაში, იცი ვინ არის? როგორ არა კაც. ბიულენტ ხაბაში? ქაბაბი კი არა, ქაბაში. ხაბაში არა. 1973 წლის ფილმში თამაშობს. ეს არის თურქი მსახიობი, რომელსაც ყველაზე ცუდად აქვს სიკვდილი შესრულებული მსოფლიოში რა. ხო. აუ გიდი. ოხრა საყვარელია. არსად არ მოხდა. თვითონ მქონდა ხელში ისე. დროწეული და მოუჭირა. ხო. ხო, ხელზე ეთქვა. ო, ესეც არ შეიძლება. ბიჭო ესე რო ყვება ადამიანის სუკიდან. იკაიფო. იდე. ან ჰაერი არ გაუთავდა. ისი არაღიც რატო არ გააქვს? აი, თვითონ თავის თავს ეთქვის მოირტყა. ეს დიდხანს გწელდება? ხო, როგორ არ მეგონა რომ ინდოეთს ვინმე მოუგებდა და ეს რამიდა იცი რა არა დამთავრდა. რო ადგეს და ისე აუ ქაბაშის ფილმს უნდა ჩავუშლე. ძალიან მაგარია. ეს კაცი ყველა ფილმის ბოლოს უნდა მოკლა. მოვითხოვოთ მოსახლეობამ, რომ კარგია, ცუდია ფილმი, კომედია, ეს კაცი დაკლა. იუბილარია, მიულოცოთ. რამდენის გახდა? არ ვიცი. 80. 80 წლის გახდა. შენს უნდა მოგაუგზავნე ერთ-ერთი. გავხსენი. მე არა უშავს, გაუხარდება. ის ისეთია რა. შეიძლება სიყვარულსაც ეგრე ასრულებს. ვიღაც კაცი გაირა. ის და კიდელს ეჯახება რაღაცებს აკეთებს. სუნამოს დასხმაზეც ეგ უნდა გავიდო. ეს რეჟისორი რასე უგუნებოდა რა კენიო. მეტი სიკვდილი დავანა. არა, რეჟისორი აშკარად ნიჭიერი იყო. რეჟისორიც. ეგ კაცი რამე შემდეგ ფილმს. კაცები ფილმის სამში გინდა დავყავ. და მოკლა.
ტელეფილმი რო ყვდებოდეს ნელ-ნელა, აი რაღაც ეპიზოდი მორჩება, მე დაუჭერათ ყველა ეპიზოდის ბოლოს. აუ დაჭრა უფრო მაგარია. და აი გამოცოცხლება თუ არა კიდე დაჭირდა ეს საავად ბიჭო რა. ეს იყო ახალი ამბები. რა ფილმია ხო არის სახელი? უნდა კი, კარატისტი ხალი. კარატისტი გოგონა. კარატისტი ხო მაგრა კლავდა. კი არ დაარტყა. მანამდე შეიძლება ჭუბი იყო. ჭახა, ადამიან იმასაც არატისტი გოგო ესე ქვია? ფეხში რო ისრო თავისივე იარაღი ეგ უკვე და მაგაზეც იქ დაამატა თვითონ და რეჟისორს მოეცა. გოგონა როგორ არის თურქულად? დურგულაკ. კარატეს დურგულაკ იქნება, ხო? თურგულაკ. სტუმრის დროა კაცებში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ხარ? იდეალურად. ახალი წელი მოდის და არ გაგიკვირდება რომ სტუმრად დაგიძახეთ რომ მოგვეხმარო. ჯერ მსუბუქად ვართ ყველა. ყველა არა. არიან ადამიანები რომლებიც ახალი წელი და ის არიან ადამიანები რომლებიც დროულად ემზადებიან. უცებ კი არ დაიტვირთავენ ნორმალურად. ფორმაში შედიან. შოკირებული. აგვისტოდან იწყება. როგორც ჩემპიონატზე რომ მიდიხარ, თუ ერთი წლით ადრე არ დაიწყე ვარჯიში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევ. კარგი რომ პროფესიულად. შენ არ გესწავლება. მე ასე ვიტყოდი რომ ადამიანი მთელი წელი მძიმედ იყო და უარესი წელი ელოდება. მაგნი მართული. რა გავაკეთოთ რომ არ გავსუქდეთ? ზომიერად ჭამა და რაღაცები არ გვითხრა. გავსუქდეს თავი გაანები რა, რაღაც არ გვეტკინოს. ხო მაგაზეც არის. ეს ერთი რა გავაკეთოთ რომ არ გავსუქდე და მეორე რა გავაკეთოთ ვინც უკვე გავსუქდე. აი ეს ორი თემა რომ გაგვიშალო. წინა საახალწლოდ რო გავსუქდეთ არა და ცოტა რო გავსუქდეთ, ესე უფრო სწორი კითხვაა. ცოტა სხვა გზა არც არის. რეალურად არ არის ეგრე. აბა 1 კილოგრამი ცხიმი წარმოგიდგენიათ რამხელა? დაახლოებით. კი, წარმოგიდგენია მიჭამია. აქ სხვა კატეგორიაში დღეს ხო იცი რა რატომა წარმოდგენა და მაიცა თვალები დაუხუჭო. შენი თვალი თუ არ გენახა დღეს მოვიდა ძალიან ბევრი 1 კილო ნახევარი მანდარინი მაქვს ნაჭამიო და მანდარინი რა მოგატანინათო და მას შემდეგ 12 ცალი შეჭა 12 საშუალო ზომის მანდარინი შეგვიძლია. აი რა კარგია რომ დააკონტროლო. ვადასტურებ. შეიძლება ითქვას პატარა. ხო, ოღონ როგორ შევჭამე? ფრეშ. გემრიელად. მარტო. კანი არა, კანი არა. არ ხლაპავდა ძალიან გემრიელი. ეხა მომინდა კიდე. ხო და როგორ ეს კილოგრამი ცხიმი რომ მოიმატო, უნდა ჭამო 7700 კალორიით მეტი ვიდრე გეკუთვნის. რამდენი გვეკუთვნის როგორ გავიგოთ მე ვიცი. რამდენი? ვა? კი. მე როგორც ვიცი, ოღონ ის კაცი არ იყო ექიმი. მთელი ის კაცი არ იყო ჯანმრთელი არ იყო სრულფუას. სქელობდა იმაზე, ლენინგრადის ბლოკა დაიყო თუ არა, და გადავიდა იმაზე. თქვა რომ 1500 კალორია ჭირდება ადამიანს თუ მთელი დღე წევს და თბილ ოთახშია თან. ესეთი ვიცი მე. ანსელკის ხო არ იძახი? ბატონო? ანსელკის მეორე მსოფლიო ომის შემდგომში მშილის ამბავს იკვლევდა. არა. არა, ეს ექიმი არის, ეს არის დილეტანტი ყველა მიმართ. მაშინ ბირჟაზე დომინოს თამაშობდა ის კი არ იკითხა რამდენი უნდა დავხარჯო. რამდენი უნდა შევჭამო დღეში რომ ზედმეტი 7000 კალორია მივიღო. არ დავიწყოთ იქიდან. დავიწყოთ იქიდან რამდენი მჭირდება, რამდენსაც ხარჯავ, მაგდენი მჭირდება. ეს არის ინდივიდუალური. 1500 საშუალო სტატისტიკურად ბევრ ადამიანს ექნება, თუმცა ჩვენ ერთის თვითვლით არის სიმაღლე წონა ასაკის ეს ფიზიკური აქტივობა კალკულაციით. აი ხა ესე რომ ჩამოვყვეთ, განსხვავებული რიცხვი დაგვიჯდება ყველას. მაგის მიღმა ეს არის გადასარჩენად რაც გჭირდება. ხო. ეგ კარგი არის რიცხვი, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს გონია 800 კალორიაზე უნდა იყოს მხოლოდ. აი 1500-ო გადასარჩენად გჭირდება უკვე გიცulis წარმოდგენას. ანუ მეტი გჭირდება. მაგეთკენ მიყავს საუბარი, სიმშვიდისკენ. ესე იგი, თუ 1500 გჭირდება სიცოცხლისთვის დღიურად გჭირდება 2200, 2000 და 3000 კალორიამდე მამაკაცებისთვის. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. შიგადაში მე გამოვხედა. ზოგს მეტზე შენ გამოგხედა ზოგს გადაგზე აი წარმოიდგინე 3000 კალორია მჭირდება დღეს. ანუ დღეს უნდა ვჭამოთ 10700 კალორია.
თუ 1 კილოგრამი ავდექი და ვიძახი რომ 1 კილო ცხიმი მოგეწონს. დილას ავდექი და ვიძახი 3000 კალორია მშია. 3000 კალორია მშია და ეგ რო გავაკეთო, ანუ ბევრია მაგის თქმა მინდა. მე რომ მგონია რომ 2 კილოგრამი, 5 კილოგრამი მომიმატე ახალი წლების მერე, ეგ 5 კილოგრამი ცხიმი არ მომიმატებია. ის არის ალკოჰოლი, სითხე შემიკავდა, ცუდად მეძინა, სტრესში ვიყავი, ანუ სასწორი არასახავს იმ კილოგრამებს, რომელიც მომიმატე. კუჭი ვერ გახვედი. აბზობა წამყვანი მიზეზი სასწორზე რატომაც იმატებს. სითხარი? ეგ რა უთხარი ახლა სუმაგას სიტყვის ეს სასწორი კაცო არასახავს. მე შუქარი არა ვარ. და მე გარშემოწერილობა. ეგ ყველაფერი რო იზრდება. შემოწერილობაზე რომ გავჭერდე. აღარ გავაგრძელოთ. გარშემოწერილობას როგორ ესეზომა თუ აი ჭიპთან ყველაზე მარტივად რო აღარ დაიბნე. ჭიპში უნდა შევიდეთ. ჭიპის ზედა ხასთან. ხო, იმით რა მაჭიპია. მაგან შეიძლება 1-2 სანტიმეტრი მოაგებო. მონაცემებს ამრუდე. ვაუ, და ვიცი, მისგამდა რომ იმაზე მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ ახალ წლებზე, ვიდრე სხვა დროს ვიქნებოდეთ, იმიტომ რომ ყვების მიმართ ყველას ძალიან რა ასუქებს. რასაც მეტი კალორია. ჭამა. გამოვში. ის რატო ერთვება? ადამიანი მოვიწვიეთ სტუმრად. არა, იმას უნდა რომ ჯერ თვითონ თქვას. დავამოწმ. ყველანი საახალწლოს უფრიდან ყველაზე მეტად რა ასუქებს? ქართული კერძებიდან ყველაზე კალორიულები არის ორივე საახალწლო კერძიანი. როზინაყი და კუპატი. საცივი? მესამე ადგილზე. ხაჭაპური რომელ ადგილზე? ბუჭი? მე ორი ყველა რო ვიცოდე შენ კი არ მოგიწევი. მოდი შემდეგში როგორ გადავამოწმოთ, იცი? თორნიკემ თქვას და ჩვენ თვითონ რასაც ფიქრობთ. იმას შევადაროთ. 4 მარო ავთქვათ ცაცაკი. თორნიკემ რო არ ამოწმოს თავისი წარმოდგენა. კაი, აბა რო და ახლოს ხარ. ოღონდ ეხა მოდი პროდუქტები ვთქვა და მაგით რა კეთდება. ყველაფერი რაც არის გაკეთებული ნიგოზით. აჰა. ყველი სადაც ფიგურირებს, ცომეული და ამათი კომბინაცია უფრო მაღალ კალორიული იქნება. ეხლა თქვენთან ანუ ნიგზიანი ხაჭაპური. არ გავეკარგო. ნიგზიანი ხაჭაპური. ვინ აკეთებს ნიგზიანი მაინტერესებს. ან ცომიანი სასიმი. წველით. ანუ ესე ანუ აი ეს რომ დავივიწოთ მარტო გოჭს რომ მივაწვე. მარტო გოჭს რომ მივაწვე უცხი მონაჭერი თუ ავიღე. უცხი მონაჭერი, ახაც რაღაცა იმას უცხი მონაჭერი გოჭი რა მე გავიგენო. პოჭოკი. ლიც კითხვა, ქართული კერძები ჯანსაღია? რა თქმა უნდა. რასთან გააჩნია, რასთან ვადარებ? ეს გააჩნია. ხო, კერძს გააჩნია, მაგრამ ეს ახალწოდ ყველაზე მეტად ვაწყდებთ ხოლმე ამ პრობლემას, რომ კაცო ქართული სუფრას რას ვერჩით? სტატისტიკა ჭაბწონინობის გვაქვს და სიმსუქნის მაღალი ევროპის მასშტაბით ვართ მეორე, მხოლოდ თურქეთი გვისრებს. ვახ. ამის ფონზე ხა კითხავს სვამ, კაცო, ქართულმა კერძებმა დაგვიშავეს რამე? და როცა სვამ კითხავს ჯანსაღია თუ არა, საკვები მაძლევს კალორიებს, ანუ ენერგიას და მაძლევს ნუტრიენტებს. ყველა ქართული, უმეტესობა ქართული პროდუქტი არის მეტი კალორია, მეტი ნუტრიენტი. თუმცა ამ ჯანსაღს ბევრს თუ შევჭამ, ეგეც გამასუქებს. ანუ ჯანსაღი არ ნიშნავს რომ არ მასუქებს და დაბალკალორიული არ ნიშნავს არა ჯანსაღს. ამას თუ გავუმჯობ. რაღაცას კაის ამბობს. მე კიდე რა მგონია იცი სადღაც მოგვატყვია. ბიჭო, აი ფოკუსნი რო აკეთ რო ყურადღება გადააგდა, ხო, აკეთ რო ხარ. რა მომენტზე გავაჩერდი? იცი კალორიაზე იქ წავედი და უცბად აკეთ რაღაცა გასუქება. ეხა რა მომენტზე ეცკაშერებული? აქედან გამომდინარე და ნებისმიერ რამე შეუძლია თქვას. მე სად დავიკარგე? აი კალორია და ნუტრიენტი. აქ ნუტრიენტებსა და კალორიებს შორის გაგწყლითა. კი, აი მან დამკარგა. გაგზელე, კარგია. კარგად მიდის. მიდიცამი, ჯანერ შენ თქვი შენ როგორ ფიქრობ? კალორიები თუ ვითხარი. სადღაც საკითხული. სადღაც საკითხულია გამას ყველაფერი რაც მე ნაჭავ. ეგეთი მსჯელობა არცად არ შემხვედია სიმართლე. აი. ცაც გეტყვი ნუტრიენტები. ნუტრია ხო იცი? ღირებულობა. ნუტრიენტული ღირებულობა, ანუ საკვები ანუ ნივთიერება. ფასი რასაც იხდი რა. რაც გჭირდება ყველაფერი კარგი. ხო და სამ გაბრუებული. გადაწაღადების მერე. ჰიპნოზის ქვეშ ხართ. ქართული კერძები ჯანსაღია, რაოდენობის კონტროლი ეხმან თავარი ახალ წელს რაოდენობის კონტროლს.
ერთადერთი იქ მოგთხოვთ, სუფრაზე რომ მიდიხართ, მშიერი ნუ მიხვალთ. აი, საღამოს არა, პირიქით, საღამოს წასვლელი ვარ და კალორიებს მოვიტოვებ და იქ კარგად მაინც საჭმელი მაქვს. აი, ეგ არის ერთ-ერთი რჩევა, რომელიც ახალწელ სუფრის მართვა შემიძლია მოხდეს. გააჩნია, როგორი ადამიანი ხარ. მე მოვედი მანდარინ ნაჭამი და მაინც ამდენი მანდარინი. ხო, ჯობდარ. სახში მანდარინი არ მეკავა. ამაზე მეც მაინც ვერ შევკავდი, რაც მოვედი არ გავჩერებულა. სახლის მანდარინი დამეზოგებოდა და ნაკლებ ნუტრიენტებს მივიღებ. არა, პირიქით კალორიებს. კალორიებს. ნაჭამი რომ მიხვალო, კარგია თუ მიხვალ. შენ შეგნებული ადამიანია. ხო, მაგრამ აღარ შემიძლია. ეს შეგნება საქმე დამღუპა. საქმე დამაგდებ. აი, რა კითხვა მაქვს ახლა? მოიცა, ანუ ნაჭამი მივიდე სტუმრად. ყოველ შემთხვევაში მშიერი არ მიხვიდა. ანუ იმედით რომ კალორიებს დაუზოგავ. თუმცა მაგიტომ მივდივარ. ხო. მაგიტომაც ეს ამომიჭერი და ახალი წლის მერე დავდოთ. ეს წმენას ნუ შეურყევთ. ეხლა რატო ერთ ჭამაზე რამდენი კალორია შეგიძლიათ მიიღოთ? ბავშვობიდან რამდენიც არის უბრალოდ მეუბნებოდა მეუბნებოდა მაინც სტუმრად მივდივარ. ეხლა მოდი ნუ შევჭამ. მაშინ კიდე სხვა დრო იყო თუ საკვებით ხელმისაწვდომია და არ ჭირს, ჯობია დაუკმაყოფილდეს სახლშიც და იქ რომ მივალ უკვე უფრო იზრდება შანსი რომ გააზრებული არჩევანი გავაკეთო. ეხლა შეგვიმელია მე ვიდაო რო არ გეჭამა სახლში მანდარინი. აქ შეიძლება იმდენი გეჭამა რომ აქ მანდარინი ხოთა შორის ეგ პრინციპი იცი სად მუშაობს კიდე მაღაზიაში. მშიერი თუ მიდიხარ 100%-ით. დაკვირვებული ვარ, ბევრად მეც ვიხდი ხოლმე. და ბევრ სხვა პროდუქტები აღმოჩნდება შენს კალორიებში. და სხვა შორის კიდე რაზე ვარ დაკვირვებული, ნისიათ რო იღებ, უფრო მეც იღებ. მართლა გეუბნ. ფინანსური პასუხისმგებლობა. რახან შენი ხდე. ესე იგი, მივედი ნაჭამი. მივედი ნაჭამი. თავ მაიმუნდი ვთქვათ და მივედი. თავდეს ვიხობაზე. კაცობაზე ხელი ავედი და მივედი ნაჭამის უბრალოდ და დავჭერდი და ვარ მოწყენილი. აი რატო? ყველა მოვიდა მშიერი და კარგად ჭამს. იმიტომ სახში აქ ბორში 2 თებში ნაჭამი. არაჟნით არაჟნით მიყვარს. სუფრაზე 3 საათი მოგაჩერდები, სადღაც მაინც მოგშივდება. სადღაც თავიდანვე შეუერთდები ჩემ მეგობრებს, მაგრამ ორგანიზმი ვეღარ იტანს. კარგი, აწი ნაჭამი მივა. ერთხელ წადე გთხოვ. ახლა ხო ნაჭამი, ხო დამინახე ხო ნაჭამი. არა, ხოთეშორი მანდარინი მარტივი საჭმელი არ განაყრა. ხო იცი ყველაფერში არის რაღაც კანონი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები. ყველა აი ესეთი გამონაკლისები. ადასტურებს კანონს. ინდივიდუალურია ყველაფერი. კარგი, ეს ერთი. აი, მე მაქვს ესეთი კითხვა, საჭმელი უფრო დამღუპელია ამ ამბავში თუ სასმელი? აი კითხვაა ძალიან. სასუქებაში? ხო. ხო, გასუქებაში. საჭმელსა და სასმელსა აქვს კალორია, ანუ ენერგიას ორივე გაძლევს. 7 კილოკალორია აქვს 1 გრამზე ალკოჰოლს. და 4 აქვს ცილა-ცხიმს, ნახშირწყალს ცხიმს აქვს 9. ანუ ცხიმის კალორიას უახლოვდება ალკოჰოლის კალორია. 1 გრამი? 1 გრამი. აღონ ალკოჰოლი. თვითონ ეთანოლი. მაგრამ ო ამ ეთანოლს ჩვენ წვავთ თუ ესევე გამოდის? წვავთ. პირიქით პრიორიტეტდება დაწვაში. ღვიძლი აპრიორიტეტებს ცხიმებს და ნახშირწყლებს რასაც წვავდა ცოტა ხანი პაუზა საჭერს, გადადის ალკოჰოლი, იმიტომ რომ ტოქსინია გამოდევნოს. ეს ორი პრობლემა, რაშიც მიღებს კალორიებს. ჭამას რო თავი დაუნებოდა არახზე გადავიდე. ოღონ სამეთ მიხვალ ნასვამი მიდიხარ. მაგ უკვე იცოლება. ანუ პრინციპი იგივეა. ღვიძლზე რო ვიდიქო, დაუშვათ ალკოჰოლი მივიღე და მოწამლული სოკო ვჭამე ერთდროულად. ღვიძლი რომელს და პრიორიტეტებს. თუ იცით. ტოქსიკოლოგიაში უფრო ღრმად რო ჩამეხედა გიპასუხებდი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. ხო, ჯობია. ალბათ უარესია, ვივარაუდებდი ჩემი სამედიცინო რომ უარესია. რატო? არ მგონია უარესი იმდოს. ხალხური მედიცინა რას ამბობს, იცი? ხუხე და მოგეშვება. არა, თუ ეჭვი აქვს რომ შხამიანი სოკო შეჭამი, აუცილებლად ან რძეს დაგადევიებენ, თუ რძე არ არის არაკს. კოვიდეს ეგრე არის ყო. ხო, რძე გასაგებია იჭრება და ისა რა ქვია, არაყი ალბათ რომ ეს წყნარად წახვიდე. მიკროორგანიზმები მოყვას. ცოტა წახვიდე ამ ქვეყნიდან. მიკროორგანიზმები რაშუაში ტოქსინი გაქვია. მე მაქვს ახლა ესეთი შეკითხვა. საჭმელების არევა რამეს შვება?
მაგალითად ცხურის ხორცი და გოჭის ხორცი ერთად ჭამო? არა, აი ცხარი გოჭი, ესე რო გაუჩი. ხვარი გოჭზე. შავი კიტრი. ეხა ვერ ვიტყვი ეთერში, მე გეტყვი რა შვება. მე ვიცი და მაგით. გადა დიარეისა, აჰა. აკეთებს იმას, რომ წესით ცილას, რასაც ვიღებ ცხურის ხორციდან, ქათმის ხორციდან, საქონლის ხორციდან, ერთი და იგივე გადამამუშავებელი ფერმენტები აქვს. ან ყოველ შემთხვევაში ჯგუფურად გადამუშავდება. ანუ ხორცს რა უნდა შევუძლოთ? აჰა, ეგეთი არ გვაქვს. თუ შენი მიზანი არ არის რკინის მაქსიმალურად შეწოვა. ანუ თუ რკინის დეფიციტი გაქვს, შეიძლება არ ვისარქონეთ აქ, არის ზოგიერთი ნუტრიენტები, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში მოდიან. მაგალითად, ყავა და ჩაის დალევა არ უხდება რკინას, მაგნიუმს, თუთიას. მაგალითად, ამ ყველაფერს არ უხდება ყავა და ხორცი ერთად თუ მოვიდა საქმეში. თელმარცვლოვანი პური გაგიგეთ? გაგიგეთ. ბრინჯი, რომელიც ყავისფერია, აი ეგ და ხორცის პროდუქტები ერთმანეთთან რკინის ნაწილში ერთად ვერძოვენ ბალახს. ეს არის უკვე სპეციალიზაცია. მაგრამ ის მითები რაც გაგვიგია რძეს და ამას ერთად მუშეჭამ, იმიტომ რომ მრავალწერტილი ჯამრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა თუ გვაქვს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, გადამუშავებს ადამიანის ორგანიზმი. ანუ მანდაც მშვიდად უნდა იყოს. აჰა, ანუ მე დღეს ვჭამე დილით ხაჭო, არაჟანი თაფლით. იდეალური კომბინაცია. კი. ოღონდ ცოტა ხანში დავაყოლე მჟავენიორი. ცუდად მოვიქეცი? გაჩენ. თუ არ შეგბერა არა. შეგბერა. არა. დიარეა, შეკრულობა არც ერთი არ. გაგიმარჯოს ღმერთო. და თუ შეგბერა რა, იქნება შებერილი, რა მოხსულ შებერილია ზოგიერთი ადამიანი. ზოგიერთი შეგერილია. რატო გაგვრიხა შებერილი ხალხი? სასმელებიდან ყველაზე ნაკლებად კალორიული რომელი? ხო, სასმელებიდან კალორიულობის ნაწილში 100 მილilitrზე ლუდი მაძლევს მაგალითად 40 კალორიას. ღვინო მაძლევს 80 კალორიას. მაგრამ ეხლა ლუდს ვამ ბოცით და ღვინო შეიძლება ერთ ჩიქაზე გადავიარო თუ უწრუბე. მაგიტომ რაოდენობის კონტროლში შემოდის ამბავი. ჭაჭა, არაყი. მაღალკალორიულია საკმაოდ. 60%-იანი შეიძლება იყოს ერთი შოთი 160-170 კალორია, უფრო ნაკლებ პროცენტიანები 40%-იანი ვისკი, კონიაკი 110-120 კალორია. აი ეხა მოდი კისელი ჭკვიანი ბიჭი ხარ და გადამიყვანე ერთი ბოთლი არაყი გადამიყვანე გოჭში. რამდენ წუდრის? ერთი ბოთლი არაყში რამდენი ასხია? ნახევარი 700. 0.7. 0.7. დიდია იღე? 40 გრადუსიან გადამიყვანე გოჭში. 0.7-დან ალკოჰოლის შემცველობას უდავთ 40%-ზე. დავთვალოთ 280 გრამია და ჯერ 7. მაგდენ ჯერ 7. 280 ჯერ 7 არის 1400 და 56, 1456. ნახევარი გოჭის კალორია. გეუბნები პატარა გოჭის. სრული გოჭის? პატარა 5 კილოიანის რა. პატარა გოჭის. გეუბნები რა. გოჭი რამდენი კილოა ერთ წამი ხარ აგ? არა, ეს გოჭი აი. მოდრო რო ყიდულობ 5 კილოიანი. 6. შენ რამდენსაც გამომიწერ იმ მაშინ ნახევარი გოჭი ბევრია. მაგრამ მეოთხედი? მეხუთედი. მე მეოთხე ვაჭრები, მეოთხე. მეოთხედი იყოს. მეოთხედი. რა კარგად მივდიოდი. ერთი ბოთლი არა. ანუ ეხლა მე ვთქვათ რომ ვაპირებდი რომ ერთი ბოთლი არაყი დამელია, შემიძლია არ დავლიო ისე და მეოთხედი გოჭი შევჭამო და ეს იქნება ჯამთელი ცხოვრების წესი. ეხლა მან პრობლემას ჩემი გეტყვი. მხრიდან. შენ რო არაყი დაგეყოლებინა, ნახევარ გოჭი კი არ შეჭამდი უკვე. კონტროლი გაგიჭირდებოდა შეიძლება მთლიანი გოჭი გეჭამა. ანუ ალკოჰოლი მარტო იქ არ ბრძევს რომ კალორიულია. მადაზეც მოქმედებს, ინჰიბიცია რაც შეკავებითი იმპულსები მაქვს ყველაფერს მიშლის, სოციალურ ინჰიბიციას გიზღუდავს. ანუ ლაპარაკი გინდება დღეს ორი სიტყვა ვერგები, მეორე ის აკროი. ნუტრიენტული ღირებულება, ნუტრიენტული ინჰიბიცია. და მოკლედ მე რა გაიძულს მე იმბეცილი ვიცოდი, ინჰიბიცია. ინჰიბიციამ დააგდო ეგ კაცი. რა გაი კაცი იყო, მაგრამ ინჰიბიცია. მაგას ინჰიბიცია რო არ შეხვედრო და იცოლებდა 200. არ ძალიან პოპულარული არის დიეტები რა, ხა ესეთი კეტო დიეტა, უგულავას დიეტა ამბავი. ყველაზე დებილობა რა შეხვედრია. სუხიშვილების არის დებილობა და კატასტროფა. მაგრამ რა ცეკვავენ და არ ჭამენ? ახლებს ჩასმული აქვს არაყი, მე მგონი თავის მაწვნის და მის არაჟნის მიქსში. რა დიეტა იყო, არც ვიცი მე. ძველად იყო 7 დღიანი დიეტა, კომბინაციაში ჭამ მხოლოდ მაწონს, თორსები აქვს არაჟანი ცოტა და არაყი. და ეხლა 3 დღიანი უფრო ექსტრემალური ვარიანტი. ამას ვეძახით ჩვენ ექსტრემალურად დაბალკალორიულ დიეტებს, ანუ სისულელეს. და რამ ბევრს იკლებს თუ
ხო, იკლებ მანამ სანამ აღარ იკლებ. ანუ იკლებ 3 დღე და მე ყველაფერს უკან ერთად იმატებ, იმიტომ რომ შეუძლებელია კვების. რეალურად დიეტა არის კვების სტილი. ჩვენ თარგმნით მოხარშულს, უგემურს, ტანჯვას და ტკივილს, თორე კვების სტილია. ბევრი დიეტა მაგალითად სცენარეული ვეგანური კვების სტილი დიეტაა. ანუ ბევრი დიეტა არსებობს, რომელსაც სამეცნიერო ზურგი აქვს. ხშულებს არაფერი ზურგი არ აქვს, ზურგია თავი არ აქვს, არაფერი ზურგი. აი კაკაბაძის დიეტას. აქ მათემატიკური ზურგი. არსებობს? კი. უნდა აქ გადავიდე. ვერ გიტყვი, ვერ ვიტყვი. ნათქვამი გვაქვს. ამან არის სპეციალისტმა არის. გამომრჩა ესე. ვიტყვი და მე ამოჭრის ის. ადგინდა. ხო და ამოჭრის რა, просто ამას უნდა უთხრათ როგორია, მაინტერესებს. სულ დიეტა. რამდენიც გინდა, რასაც გინდა, როცა გინდა, მაშინ ჭამ. ოღონდ პროექტზე უნდა გასკა და მეტი მოჯვა. სუფთა მათემატიკაზეა. არც ნუტრიციოლოგია, მიმატება გამოკლებაში არის საქმე. ფიზიკის პირველი კანონი ხო? ვარიანტი არ არის რომ არ დაიკლო. არ ვიცი როგორ გამორიცხულია. 1 გრამს მოიგებ, 1 გრამს დაიკრა. ცოტა ძნელია, მაგრამ მე თან ვარჯიშო პრესინგი ვითარდება. არ არის ადვილი, მაგრამ 100%-იანი ვერ შედეგი. გავიგე. თქვენ თუ შედეგინა. თუ არ დაგესვით. გაიარეთ, გამოიარეთ არ გამოიფიტეთ და იყავით. კარგი. ეხლა შემდეგი შეკითხვა. ეხლა საახალწლოდ უწევს ზოგს ბევრი კამფეტის ჭამა. ხო, ტკბილეული. ღმერთო როგორ მიყვარს ტკბილი. აი, კაკაბას უყვარს ტკბილეული. ბიჭო და ეხლა შეყრა. ეხლა 3-4 დღეა ვთქვი ტკბილი არ ვჭამო და ძალიან მიჭირს. აუ მე კოჭს ველოდები გამწარებული. აი კამფეტები ამ ბავში როგორი შეიძლება კამფეტი და დამცხვარიც ალბათ. ხო. ხა, ეხლა მან კითხვა სუფრაზე ვჭამ თუ ისე გავიარე გამოვიარე. არა, სუფრაზე არა, მაგიდის ქვეშ დავაკიდებ. სუფრაზე ჭამ ამას. არა, ხო, ახალი წლის რეალურად ახალი წლის პრობლემაა. იმას აყოლებ თუ არა, ამას აქ. აი მაგას აქ მნიშვნელობა. ორივე ვარიანტი უნდა განვიხილოთ. მე მგონი თუ არ გეზარება, არ მეზარება, არა, ორივე მნიშვნელოვანი ვარიანტია. ხდება საახალწლო. მე თუ რომელიმეს ავირჩევდი, რომელიმეს აუცილებლად ავირჩევდი, იმიტომ რომ რო აყურძალოთ რა აზრი აქვს გათიშავს ხალხი იმას და მე მენაბრალდება. არ აყურძალოთ. ეგ არის მთავარი პრობლემა ნუტრიციოლოგიის საქართველოში, აკრძალობით მიდის პირიქით. ეხლა კითხვა დავსვათ, რომელი უფრო დიდი პრობლემაა, გავიარე გამოვიარე ხელს დავატანე თუ კვებას დავაყოლე? გავიარე გამოვიარე ხელს დავატანე უფრო დიდი პრობლემა. მე თუ არ არის პრობლემა, გაიარე, გამოვიარე. პიტო სიტყვა გეუბნება. რა პრობლემაა? თვითონ ისე გეუბნება რომ უპრობლემოთ არის რა. ჩემთია 10 წელი გავიარო, გამოვიარე. აი ზუსტად მაგიტა რომ შეგიძლია გაიარო გამოვიარო თან ვერც დანაყრდა და გავიწყოსო ნაჭამი ხარ, ნაჭამი გაქვს. მაშინ როცა კვებას დავაყოლე, სხვა ნუტრიენტები თუ ჩაერთო საქმეში. ესენი ხო აქ რო აი აქეთ რომ ვიცინო. ვა, ეს ნუტრიენტი. ამით შეიძლება სახელი დამავიწყოს, მაგრამ ეს არასოდეს არ წეხოს გავიხსენ. ფოტოს ჩაგიგდებდა. აქ რა იყო კითხვა და ნუტრიენტი ო, მივიცე. ის იყო დამავიწყდა, მეორე რა იყო? იმბეცილი კი არა. ინჰიბიცია. ინჰიბიტორი არის აპარატი. რას ინჰიბიცია საკეთებს? თუ დააყოლეს სხვა ნუტრიენტები, ცილა, ბოჭკო, სისხლში შაქრის კონტროლი ბევრად უფრო ადეკვატურად მიდის, ვიდრე ცარიელ კუჭზე უკონტროლოდ ბევრი შოკოლადი მივიღე. ამიტომ ეძახიან ტკბილით დაასრულებთ, ახალს უყვარს ტკბილით დასრულება, ტკბილი მაქვს, დესერტად დავასრულა. გავიარე გამოვიარეს ბოლოსთვის ჩავუთქვათ, ბოლოსთვის ტკბილი ლუკმა შემოვიდა. მოტოვებული ზუსტად შემოვიტოვოთ ახალი წლისთვის ბოლოსთვის ტკბილი ლუკმა და მაგამდე დავწუნდეთ, რომ სხვა ნუტრიენტებიც შევიფსეთ. ხო, მაგრამ მაგ რა არის იცი პრობლემა? განელს არ მოიწონა ჩემი პასუხი. კი შემოვინახე ბოლო ლუკმად, მაგრამ ეს ბოლო ლუკმა რო შევჭამე, აღმოჩნდა რომ ეს არ არის ბოლო. მე მიდიხარ მეორე წრეზე. და საცივი კიდე გინდა. ან მეორე პრობლემა არის. ეხლა მაგალითად საჭაშნიკეში რო ვიყავით რა პრობლემაც იყო. ყველაფერი მივირთვი და ბოლო ლუკმაზე აღმოჩნდა რომ ის ბოლო ლუკმა მოიტანეს ორნაერი. და უკვე ძალა აღარ მეყო მეორეზე. უაი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. და მე იკეტებოდნენ და ბოლომდე ვიყავი რომ რაღაცა მე გასწავლი. რა უნდა ქნა რესტორანი. სალფეტში უნდა გავახვიდე, სახში წაიღო. ჩიმეში და შაში უნდა ჩავო. თავიდან როცა არიცი რას მოიტანენ, რაღაცები უკვე ხდება სუფრაზე. კი. ნებისმიერ მიმტანს თხოვ რომ მოვიდეს, ის მოდის რაღაცა გამოგიცვალოს ან რაღაცა და უეუბნებო შემდეგი რა მოვა ხო არ ვიცი. როგორც ეს გეუბნება არ ვიცი. ხომე დაადგეთ, კი აუცილებლად და მიდის და მოვა ან ტყუილი ინფორმაცია მოვა, ან
მართალი, მაგრამ მაგის შემდეგ სულ ყურადღებით მე თვითონ მოდის და გეუბნები, შემდეგი ეს მოგდა. ამიტომ თავიდანვე შეგიძლია იცი. შემდეგს რომ ეუნება უკვე ეს ნაჭამი მაქვს. გავიგე, მაგრამ ის გეუბნება რომ ხუთ რაღაცას გეუბნება, ეხლა მოვა დაუშვათ სოკო, მერე ხაჭაპური რაც მოვა რა. არა, 100%-იანია. ჯანელა მიღობა გაცნობიერებული კვების ტაქტიკას. როცა იცის, უფრო მეტი მზაობა არჩევანი გააკეთოს. ჯანელა კვება და გაცნობიერებული პირველად შეხვდნენ ერთად. მე არ მჯერა. ჩემ გვერდით მე დაგიდგა. არა, ჩემ წინ ვიჯდა, იქ რო ვიყავით და მართლა ყველა იმაზე რა თქმა უნდა პირველად მოგვივიდა იაღლიში, უთხრეს რომ ეს მოვაო და სხვა მოვიდა, მე კიდე სხვა პრობლემაა, თქვენ ვერ ხვდებით მაგ პრობლემას. მეც ესე ვკითხე და სტანდარტულ საჭმელებზე უარი ვთქვი. მაგრამ მე მწვადი რომ მოვიდა, დავაცხერი და არ ვიცოდი რომ ნამცხვარი ესეთი გემრიელი გამოდგებოდა. ხო, ეგ აი ნახე, ყოფილი ადამიანი თუ ხარ, არ ტაქტიკა არ მუშაობს. მას რაღაცა წააწერ. არა, ეს მართლაც ამბობს ეხლა მეც რომ მივედი რო გადავანაწილე ჩემი ორგანიზმის მოცულობა ნამცხრისთვის სულ პატარა ადგილი მქონდა შემონახო. ხო, აი ბოლო ტკბილი ლუკმოდა. აღმოჩნდა რომ მაინც ნამცხვარს არ მეჭმება ტკბილი და ეხა რომ დროის მანქანა მომცე, ქაბაბს გადავწევდი და ნამცხვარს ჩავამატებდი. მე მომყვები, ხა ამან რაქნა იქ ჩემ წინ იჭდა. სხვანაირად იქცევა და ხო არ გაჩერდი. რომ მოვიდა. მოყვეს კაცო, მე დასამარი ამ ხალხის სიჩუმე იყო. თუ შეატყვეთ. ის უცხო ხალხი იყო, იმ დღეს გავიცანით, ნახევარის უფრო არ ვიცნობდით მეორე ნახევარი. 15 წუთი ჭამა და თქვა რომ ეხლა უნდა დავამთავრე ჭამაო და დაიწყო ხუმრობები, ყურადღების მიქცევა ესა ისა. ხლაბუცი. და რაც არ არის გასაკვირი სუფრაზე რომ გასართობად ხარ მის. ენერგიის დახარჯვის და ჩემ გვერდით იჯდა გოგონა, ნინი ერქვა თუ ასტები. და ის შეჭამა. ისე ელოდები რომ ესეთი უნდა თქვა. ეცა და შეჭამა. მინის რამდენი კალორია იქნებოდა, გარე გითხვა. ნინის გადაულაპარაკებ, აი ხა ხო თქვა რომ დავასრულე ჭამაო და უბრალოდ დააკვირდა ამის მერე რამდენ შეჭამს მე. და ყოველ იმაზე ახალ კერძზე ესე მხვდებოდა ხელში კიდე. მოჯობა გუნი და ცოტა დალურჯებული მივედი სა. დავასრულე ნახე რომ მიდიხარ სუფრაზე ხდება ცივები. ანუ რაღაცა ის გინდა რომ როგორც ფეხბურთელები რომ გამოდიან მატჩის დაწყებამდე მოთელვა საკითხი ესე მოვითელე და ვთქვი რომ დავასრულე მოთელვა. ამან იფიქრა რომ ეხლა დანარჩენი 2 საათი ვიждებოდი ესა და უყურებდი სხვები რომ ეგ რა თქვა მართლა თორნიკემ რომ სუფრაზე რომ მიდიხარ ნაჭამი რომ მიხვიდე ჯობიაო. ანუ დათო მანამდე არ იყო ნაჭამი და იქვე ჭამა. აი ეს ნაჭამი ყოფილიყო. რაც იქ უნდა მეჭამა. დარბაზში. არა, მაგრამ იმასაც არ განსხვავება, ეს რო შეჭამს მე რო როხროხებს ბევრად მეტ კალორიას წავს, ვიდრე ის ჭუმად რო ლაპარაკობს. ჭამს და იძინა. ეგ არამეცნიერული. როგორ არ არის, აი კითხე. ამას ქვია რთული ტერმინი მოდის. არასავარჯიშო აქტივობის თერმოგენეზი. აი ფეხს თუ ვინმე ვერ აჩერებს, მაგით შეგიძლიათ 800 კალორიით მეტი დასწვათ დღის განმავლობაში. ანუ ერთი თერმოგენეზი. არასავარჯიშო, ანუ კი არ ვივარჯიშე. ავდექი დავჯექი გამოვიარე, ექსპრესიულად გავიღიმე, დაუძახე, შევაქე, გავიცინე. ანუ ისე გავიცინე. თვითონ საჭმელს რო აქტიურად ხეჭამ. კი. ესე ნაწილია. ემოციურად რო ჭამ. ჯანსაღმოების ის რო ჭამს ესე კი არა. ესე რო ჭამ. რაღაცა ეჭიდავები. ენერგია მოიხარჯება, ემოცია. ანუ ის წესით კიდევ უფრო მსუქანი. ჩესტირო დრო ჭამდეს, ზრდილობიან დრო ჭამდეს. მიანე ადამიანი რო იყო მსუქანი. ეგ დასკვნა არის, ხო? ძალიან დიდი მადლობა. საჩუქარი უნდა გაჩუქოთ, ეხა ახალი წლის ამბავია. პირველ რიგში დათო, შეხარ საჩუქრების დეპარტამენტიდან. ჩვენი სპონსორი არის ნიკორა ხორც პროდუქტები. და სანდო ენერგია დაწვა რაღაცა ესე და უხალი. აი ნიკორა ხორც პროდუქტებმა მოგართვა ესენი. უამრავი სოსისი, ძეხვი. გაბრუდა. მთელი წლის. ანუ შენ ახლა კალორიებს მთელი წლის. ეხა მაგაში უყურებ. მთელი 25 წელი 26-ში კიდე დაკიცა.
აი ნახეთ და აი ხა ეს აიწია. და ეს არის კომაგი, სასაჩუქრე პაკეტი, აქ არის ქუდი, არის მაისური და არის იჭმება ეს მრგვალი არა, რაღაც. აქ საჭმელები არ საჭმელი. მან რამდენი კალორია იქნება მთლიან? ამითი შეჭამ, ამითი წვავ. აუ ყველა უნდა წაიკითხოს. არა, ერთ წავიკითხავ და გადავამრავლებ. რამდენზე? რაღაცაზე. აი 10-ზე გადავამრავლებ. ეს არის ახალი შემოსული და ეგა ეს უკრაინული. 100 გრამში 240 კალორია, ეს რამდენიანია? ნეტო აქვს 320. ეგ კომაგი არის ძალიან კარგი. 320. ეგ ისეთი გემრიელი ამის კალორიებს მოკითხო. ეგ არის გემრიელი, ეგ არ გაგასუქებს. გემრიელი ნივთი არ გაგასუქებს. ნივთი რა. ესეც გემრიელია. უშ, ეს გემრიელი, ეს ვარიანტი არ არის არ გაგასუქებს. არა, ეს პირიქით გაგახტუნებს. შემიძლია სუნამოში გაგიცვალო. რა, ხომაგი. რა არიცი. აი შენ ეს კომაგი. წავედი. და ესე მეპური უნდა აცხოს, ნუტრიციოლოგი უნდა დადიოდეს ხორცით. და ჩვენგან საჩუქრად ორი ბილეთი კაცები ლაივზე ახალ წელს ძალიან გამიხარდა. გითხარებოდ 3-ში გირჩევნია თუ 3-ში გირჩევნია თუ 4-ში? 4-ში. 4-ში. აუ 3-ის მქონდა არა. სხვათა შორის ნიკორა ხოც პროდუქტები იქაც ჩვენი სპონსორია, იქ იქნება ჰოტდოგი. ხო, ალბეთ არ წამ. სახში არ წამოიღო. თუ მინდა წამოიღე ეს 31-ში, 31-ში გიწვალთ. მაგრამ რახან შენ წაი სადღაც ნაჭამი მოდი მაგრამ. ოღონ ნუ გამოსკადები აი ძალიან დიდი მადლობა. ლაივებზე მოკლედ გეპატიჟები 4-ში შენ, 3-ში და 4-ში გვაქვს კაცები ლაივი საახალწლო. ბილეთი გინდა? ორივე ნაჭამი მოდი. ნიკორა არის ჩვენი სპონსორი და როგორც ტრადიციულად მანამდე 1 საათით ადრე იქნება ჰოტდოგები და 31-ში პირველში და 2-ში საციოები რო ამოგივათ ხელში, შეგიძლიათ იქ მიირთვათ. და ნოსტალგიისთვის ამ ჰოტდოგში პატარა ბოლოკი ღვარჭავ. რო გიყურებ. საახალწლო ჰოტდოგი. აქედან რო გახეთ. კაცების соуსი რო ქონდეს მაიონეზის. საცივი ამოსული გაკ 4-ში უკვე. აუ არა საცივი არა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ურმეს მადლობა. ამით დღევანდელი ჩვენი გაცემის. ხო, YouTube-ში კოლექტ მოდი გადმოვდებ მაგას აქეთ. ოპა. ნახტები ხო მშვიდობა. გამავიწყდა რომ ეხსენებინა რომ ჩვენი კოლეგა YouTube არხი გაქვს, ხო? აკურისტია? მათ ანუ ეს ყველაფერი იხუმრა. შეხამებული. ჯიგა. რა ქვია შენ YouTube არხს? Mr. Nutrition. MR Nutrition. MR Nutrition. ზედა ხვდები ალბათ ლაპარაკობთ. უკვე აი ესე მექნება thumbnail იქნება აი ესე მაგ ხელები და მისნო. ესეთი გაქვს ლოგო რა, ხო? არა მარჯვენა ქვები უნდა იყოს. ხო, არა იქნებ დარღვეულია კაცო. ხო, აი ფიზიკური აქტივობა. კი. გამოიწერეთ Mr. Nutrition-ის. ეს არის nutrition-ის ცეკვა, ჩვენ რო რაღაცა გგონი. ასე რე, ეს რო იყო, ხო? ძალიან დიდი მადლობა. ურმეს მადლობა. რო იყავი ჩვენთან სტუმრად და ამით დღევანდელი ჩვენი განაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოგს. ეხლა გვაქვს აკრების ბლოკი. იცით რა არის აკრები? მითხარი. აკრი ხო არის ერთი ერთეული და აკრი და აკრები, ბევრი აკრები. არის იმის დედაქალაქი განას რაღაც. ხო, ეს განასთან კავშირში არ არის, აკრები არის პირველი თვითყოფადი უბანი აგერ თბილისში, ქალაქის ცენტრიდან 2 წუთის სავალზე, რითი სავალზე? ნებისმიერი რამით. ოღონ ჩქარა. ზებგერით უნივერსიტეტიდან არის მართლა 2 წუთი. შენდება დიდი საცხოვრებელი კომპლექსი, უკვე 13 კორპუსის მშენებლობა დაწყებულია, არის 62 ჰექტარი. სადაც აშენდება საცხოვრებელი სახლები, ოფისები, მაღაზიები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, გამაჯანსაღებელი რაღაცები და ეს ყველაფერი დაიჭერს. მემორიალი თუ არ მოგეწონება, შეგიძლია შენი მემორიალით გადახვიდე. წაიღო. ხო, ეს ყველაფერი დაიკავებს ამ მთელი კომპლექსის მხოლოდ 15%-ს და დანარჩენი 85% იქნება
მწვანეში ჩაფლული. და ამ აკრებს ეხლა ახალწლამდე ფლავენ. სპეციალური მწვანეში ჩამფლავები ყავთ. ფლავენ ცნობილი. დიდი გერმანელი წვანეში ჩამფლავენ. წვანე გავა და ვერსია აქვს პიტნა. პიტნა მიყვარს მე. პიტნა კა. ნადუხთან ერთად. 31 დეკემბრამდე არის ესეთ შეთავაზება. აი საერთოდ თუ გინდა ჩაქფლან წვანეში ესე იწყება შეთავაზება. პირველადი შენატანის გარეშე, აი ესე ჯიბეში ხელჩაწყობილი რომ მეხვიდე და უთხრა რომ ერთი ბინა მომეცი. ვა, მაგარი პირველადი შენატანის გარეშე შეთავაზები. ქვია აკრებში ახდენილი ოცნებების წელი იწყება. მიდიხარ და ყოველგვარი შენატანის გარეშე ცეცხლოვანი ცხენი თუ ხარ მაინც? ერთი ბინა რა თქოს, ხო არაფერს არ იხდე ყველა ბინა. როგორ შენი არაფერი არ მიწევს. ხოდა, აი კომუნისტების რო იყო, ერთ ხელზე გაიცემა ერთი ბინა, რო არ დაიტაცო. არა, ხო. და იმას ეუნები რომ მიდიხარ რომ 10 ლარის გავაკეთოთ? კი, შეგიძლია უთხრა. დღეს მაგიოდი ხო შეიძლება იქნება. პირველ შენატანამდე. რა ვისაშოური. ჯერ არ არის შესაშვები, ჯერ ის არის, მაგრამ მაინც შენი. კაი და ეს ფერადი ფანქრები რატო გამოგვიტანე? ჯერ თქვათ რომ გავიმეოროთ რომ აკრებში ახდენილი ოცნებების წელი იწყება და ახალ წელს თქვათ ვერაფერი საჩუქარი ვერ იშოვე შენი მეგო შეგიძლია ბინა აჩუქო საერთოდ უკაპიკო მე თვითონ მიხედოს არ არის ორიგინალური უბრალოდ მაგ ბინასთან ტაფა მოხდება მე ხო და ნახე სანამ მეგობას ბინას აჩუქებ, ხო უნდა წარმოიდგინო როგორი ბინა უნდა შენ მეგობას და ეხლა გვაქვს ესეთი კონკურსი, დაახატე შენი მეგობრის ბინა. ხო. აი შენ რო ეხლა გადაწყვიტო ჩემთვის ბინის ჩუქება, აი რანაირს მაჩუქებდი. კარგი. და ვინისთვის ხატავ? შენ რო გადაწყვიტო იკოსთვის ჩუქება, რანაირს აჩუქებდი? შენ რო გადაწყვიტო ჯანელასთვის ჩუქება, რანაირს? რატო შემხვდა მაინც და მაინც ჯანი? გავცვალოთ. მოდი მე დავხატო ჯანელასას და შენ დახატე ჩემი. არა. ხო ხედავ, ყველანაირ დათმობაზე მივდივარ. ჯანე ორფერში აქვს შენი ბინა ჩაფიქრებული. საძირკველი, ეს მარტო საძირკველი. არ მინდა ჯერ მადლობა გადაუხადო წინასწარ. ევინა. აჰა ჯანეს, შენ ამითი დაიწყე. ვისაც ვაკავე. ჩემს შენ ნიკოსას. მომე. რამე. აჰა. მე ვიწყებ? მე დავხედე ჯანელას სახლი. ჯანელას სახლი ესეთია. ესეთ სახურავი არა აქვს. ხო. ვერანდა, რა სწორი სახურავი აქვს. და დიდი კაჩალკა არის ზემოთ. რომ ეს დაძეს და ეს თანქანები და თან ამ წვერს ესე აქვს. ეს ზედა ნაწილი. ფანჯრებს რაც შეეხება, ეს პატარა ფანჯარასაც ამის ოთახია, რაც შეიძლება ცოტა მზე შევიდეს, რა. სიბნელეში ლეპტოპით როზის ხოლმე აქიჭდეს და აქაც მაინც რომ მოუწიოს გამოსვა ჩამოფროს. ორი გასასვლელი აქვს, სამი უბრალოდ იქით ამხარესაც აქვს, რომ აქედან თუ სტუმრები მოვიდნენ, რომ გაიპაროს, რა. ხო. ვიტომ სახში არა. ვიტომ სახში არა. აქედან თუ მოვიდნენ, იქიდან რომ ხალხთან კონტაქტი არ ქონეს და ეს ნუ მწვანეში ვერ ჩათვალე, მაგრამ ლურჯში ჩაფლული ხო. კარგია. ესეთი სახლი არის ჯანელას. ოჩა. იზოლირებული. აჰა. შენ კაკაბას. ჩემი ძალიან მარტივი სახლია, ესეთი 1000 მეტრიანი სიმაღლის. ცათამბჯენი და მიდგი. ჩვენებთ. რა არის იელქანია? ხო, არა, იელქანი არა. ეს არის სასრიალო. ნახე. რომ აქ ლიფტითაოა და აქედან დასრიალდება. ვა, ჩამოვა ლიფტითაო. ლაბაძე და მისტერ ბიგი არის ეგეთი ცნობილი არქიტექტორი ისა. აქ კორტები. როცა სასრიალო ამინდი არ არის და თოვლი არ არის, მე ხელოვნურ თოვსაც გაგიკეთებ, იმიტომ რომ აქ აუზი მაქვს გათვალისწინე. და გათოვლიანებას და და იმას თუ დადგავი აპარატს. და ეს ნახე, ხო მაღალია. აქედან შეგიძლია ჩამოსიო და შეგიძლია პარაშუტით გადმოხდე. ეს მაგისტვის არის, კალდუნია, ეს არ გაიგო ქარისაიდან. კი, ეს არის კალდუნია, ეს ტერმინი დამავიწყდა გამოსრიალ. ლიფტი არ არის. ეს არის ტყე, შიგნია, ლიფტი არ მოშანს. იქით მომხრიდან არის ლიფტი. ეს არის ტყე. ეს არის შენი საძინებელი და აქედან შეგიძლია ინადირო. სახლიდან გაუსვადეთ რომ ყველა სიამოვნება მიიღო და
ცა სიამოვნებას ვარ გადაყვე, ეს არის დიდი სასადილო, სადაც მე გესწრაფე. ვა, პროექტი თავის ისიჩი. ეს არის მაგი და აქ მე დავჭდები შენ და ესე მომემსახურები. მადლობა დათო. აი, ესეთი ჩემი ოცნების სახე. აჰა, თუ გინდა. ესეთი რო გავაკეთოთ რა ისე. მიუტანი არქიტექტორი. ამაზეც არის წინასწარი შეტანადის გარეშე. აი, მაგაზე მეორე შეტანაც არ გიქნა. აი, მე მაქვს დახატული დათოს სახლი. აჰა. ოღონდ მე მაქვს გეგმა მაქვს. ხო. ანუ თქვენ ესავით ბავშვურად შტეროები არ დამეხატეთ. გეგმა. აი ესეთი. და რა არის მან? ეხლა გეტყვით. კი, მე ვხედავ უკვე ყველა. უნიტაზი, კი, რაც დათოს ძალიან ჭირდება. ტუალეტი, კი, აუცილებლად. ნიჟარა. მოხვალ თქვენ ჩემთან, ვისაც არ აკავთ ეგენი. მე რატო არ დამიხატე? ეს არა არის ლიფტისთან, ლიფტის შესასვლელი. ანუ სველი წერტილები აქ არის რა. ეს არის კი. აბაზანა აქ. დუშ კაბინას რომ დუშკაბინა. ეძახიან ვიღაცები, ეგ. კი, ვანა რო დაგედგა მერჩივნა. ავიღებ ამას და დაგიდგა. მაგრამ იმიტომ რომ სივრცე მაქვს აქ დატოვებული. ამას მიაწერე ვერსია პირველი. კაი. საძინებელი ნახე კარები აქედან არის. ო, კარგია რომ კარები ხო, მაქვს. ტელევიზორი, საძინებელი, ლოგინი, კი. ესა შტეპსელი რო ტელეფონის უტენო, ხამი, აბზორებს რო უყურო. კი. კარგია. ხო? ორი დამიხატე რა შტეპსელი. კი, კაცო. ტელეფონი და სიგარეტი რო ვტენო. აჰა, ორი არის. კაი, არ არის პრობლემა. 220 ვოლტ. ეს აივანი. აივანი ხო, კარგი. და აქ არის კლდე. ხო, რო კარგია. ტიტველიც გამოყვიდე რა, არავინ არ დაგინახავს და ჩუტკ მოწია. კი, კარგია. ეს არის თავარი შემოსასვლელი. და მაგიტო აწერია, ხო, თავარი შემოსასვლელი. არა, მურსკო. თავარი შემოსასვლელი და აი ეს ხო. არის მაცივარი. ო, კარგია. კარგია. ანუ რო შემოდიხარ, ანიძინებ არ მაცივარში შედიხარ. ხო, მაგრამ მოდი რა ვქნათ, იცი? ეს გავყოთ შუაზე და ნახევარი იყოს მაცივარი, ნახევარი იყოს საყიდულე. არა. ფეჩი. და მოდი როგორ გავაკეთეთ, აქედან რო გამოდიოდეს ესეთი ექსკავატორი. ცივების და ცხელების, აი იაპონური რესტორანი ფეჩი გულისხმობ იმას ღუმელს, ხო? ხო. და ესე რომ გამოდიოდეს, მოდიოდეს. აეროპორტში რო ჩემოდნები ტრიალებს. ხო, ოღონ იაპონიაში რესტორნები არსებობს ეგეთი, აი სუში მოდის. ხო, სუში. აი ესეთი, ნახე, ცხელი ცივი და როგორი, აი იქ რო ადიხარ, რომელსაც რა მოუშვებს რა. მიხაბოდნაზე რო ადიხარ, ერთმანეთს რო ატარებ, ვიცი ორი. ცხელი ცივი. აი ესე რომ მოდიოდეს. ახალგზაზე რო გინდა გადასხდა და იმას ვანაზის ხევზე. ხო, ესე რომ ატარებთ, ესე რომ ცხელები და ცივები ატარებდეს. კი ბატონო. იცი რა, მე მგონი ამას წინასწარი შენატანი დაჭირდა. და ნახე, ავტომატიზაციის ელემენტები მინდა, ნახე, ორჯერ თუ ჩამომიარა ერთმა, ხო, ცივმა, დატოვე მაცივარში. ტუალეტში შეკავს. არა. არა, ტუალეტში არა. აი აქ იმის საწოლი ხო არის, აი აქ რო ჩაიაროს, რომ აი აქ თუ რაღაცა და უცებ მოვიფიქრო, აქედანაც მოვასწრო. კარგი. აი არა, ეს შენია დათო. ძალიან კარგი პროექტი, ხელი მომიცე. ოღონდ ის არქიტექტორი. ნამორაძე. კარგია. აჰა. და ეს ადრე მქონოდა, ამას ავაშენებდი მე იტალიაში. ой, ო, ეს მსვლილი მშენებლობების გზაზე წავი. ეს კომპლექსს აშენებს. მე ისეთ უბანში მოგეციბინა რა, სადაც მოსახლეობა მჭიდროა. და შენ დიდი ისი არა გაქვს სოფხერებრივი ინტერესები და რაც გაქვს აქვე არის სათევზაო ინსტრუმენტები და ჭიები. მაგაზია. და მე არის მეორადი საფეხბურთო მაისურები ევროპის. მანეკენი დგას. იუვენტუსის ფორმა აწვია, ხო? რაღაცა ფორმა აწვია, არავის არ არის. სინთეტიკი. სხვა ის არ მქონდა ფერის ნახატი. და პანჯარა რომელია? რა ისჩია, აი ამ ხო, ისინი გაყიდული აქვს რა. სხვა კორპუსი. ეს რო იყოს. კი ბატონო. აქ ცხოვრობ უბრალოდ სახურავი თუ დაზიან და პირველი შენთან ჩამოვაწყალი რომ იცოდე რა. თავის. ხო, მაგრამ დაშენების პერსპექტივით აქვს სამაგიეროდ.
ეგენი უკვე მე არ ვიცი, ეგენი ეგენი უკვე ქალაქის არქიტექტორს მიმართა. მადლობა. აი, იდეალური ის მომიწყე. აი, გიგა ეს შენი სახლი. ძალიან ყველას თავისი სახლი შეხვდა. ვახ, კარგები ვართ. მე ძალიან გმაყოფილი ვარ ჩემი სახლის. ეგეც რო აშენებს, სულ აქ ვიჯდები და იყავი კაცო, ამას ცალკე შესასვლელს ოთორა როზისი. ცალკე შესასვლელს გაუკეთებ და დათო. აჰა, შა. აქედან ჩვენ შევავთხოვ. ჩემთან მოდი ხოლმე. ჰა. კაი რა სათევზაო მაღაზია მაქვს ქვევით. კარგი და აქ ავიღოთ სათევზო ინვენტარი და მივიდეთ იმის აუზში ვიდეთ. რომელშიც ერთ-ერთ მისვლაზე მეთევზებს გაუშვენ. აუ ეხა ამას რა მდინარე დაეხატა. დაეხატა. მესამე ბლოკის მაგივრად იდეალური იქნებოდა, მაგრამ ანუ თბილისის საკრებში შეგიძლიათ 31 დეკემბრამდე პირველად შენეთანის გარეშე აი უნიკალური შანსი დაითრიო რა შეიძინო წამოწდა. დაითრიო ქვია ცენტრიდან 2 წუთის სავალზე რომ ესე მიდიხარ ჯიბეში ხედავ და დინა მომიზო მეთნო და დათრევა არის აბა რა არის თბილისის საკრებში მადლობა დათო. მადლობა დათო, ეს რომ დამიხატე, იქ გავიხედე და უცბად გამახსენდა რომ მადლობა მე გიორგი რომ ეს დაგიხატე და მადლობა ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დამთავრებულია, გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის. ნახვამდის